aucun enrichissement personnel. არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, აპელაციას შევიდან. უდავოდ მომიწევს სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით წარვდგე. ისინი, ვისაც ასე ძალიან ბრძულო არ ფიქრობენ, რომ მამცირებენ, მაგრამ სინამდვილეში საფრანგეთს ამცირებენ. იმას, რაც დღეს პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოს დარბაზში მოხდა, სერიოზული მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობისთვის. 10 წელზე ხანგრძლივი გამოძიება და დახარჯული მილიონობით ევრო ლიბიური დაფინანსების აღმოსაჩენად, რაც სისხლის სამართლის სასამართლომ ვერ იპოვა ჩემს კამპანიაში. ბრალი 4 მუხლით მქონდა წარდგენილი და 3-ში გავმართლდი. დაფინანსება და კორუფცია ვერ იპოვეს. დამნაშავედ მცნეს თითქოს 2 კოლეგას დავრთენება მოეფიქრებინათ ჩემი კამპანიის უკანონო დაფინანსების იდეა. როგორც თავმჯდომარე მოსამართლემ თქვა, პირადი გამდიდრების, ჩემი კამპანიის უკანონო დაფინანსების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ სასამართლომ დაასკვნა, რომ 5 წელი ციხეში უნდა გავატარო. საფრანგეთის მოქალაქეებს ვთხოვ განუჩევად იმისა, მომცეს თუ არა ხმა და მიჭერენ თუ არა მხარს, შეაფასონ ის, რაც ახლა მოხდა.